მერაბმა მითხრა, რომ ბევრი ხალხი იქნებოდა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ადამიანი მოვიდოდა. ეს სიგიჟეა. სიყვარული და მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო მერაბის და მერაბი საქართველოს მიმართ გამოხატავს, მართლაც საოცარია. ეს მშვენიერია, მართლა ძალიან მშვენიერი და ბედნიერებაა, რომ ამის ნაწილი ვარ, რომ ამ ყველაფერს ვესწრები. აქ ყოფნა დიდი გამართლებაა. მას შემდეგ, რაც მერაბი გავიცანი და უკვე 3 წელი გადის, ქართველი ხალხი ყოველთვის სითბოსა და სიყვარულს მაჩვენებდა. ამიტომაც მერაბის დამსახურებით საქართველოსთან სიახლოვესა და კავშირს ვგრძნობ. აქ ყოფნა ოცნებას გავს, მართლა ძალიან გამიმართლა და აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ბრძოლა წარიმართა ისე, როგორც ჩვენ გქონდა დაგეგმილი. ჩვენი გეგმა იყო, რომ მერაბი ყოფილიყო ბრძოლის ყველა ასპექტში დომინანტი. არ ვფიქრობდით იმაზე, თუ რას იზამდა შონომალი ბრძოლისას, არამედ იმაზე, თუ რას ვიზამდით ჩვენ. შონომალიმ პირველ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ჯანსაღი ცხოვრება დაიწყო, რითაც მოლოდინები გაზარდა. თუმცა მერაბი სულ ასე ცხოვრობდა, ამიტომ ომალის გარდასახვა ჩვენთვის საფრთხე არ იყო. მერაბი კი პირველი ბრძოლის შემდეგ ბევრად უკეთესი და ძლიერი იყო, ამიტომაც მისგან გამარჯვების გარდა არაფერს ველოდი. შონომალი კარგი მებრძოლია, მაგრამ მერაბი უკეთესი. ის უფრო და უფრო ვითარდება. ყოველი ბრძოლის შემდეგ უკეთესი ხდება. ამიტომაც მჯერა მერაბის მომავალი გასაოცარი იქნება.